გაუქმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. გაუქმდეს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი. გაუქმდეს გრანტების შესახებ კანონში შეტანილი შესაბამისი ცვლილებები. გადაიხედოს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებასა და კონტენტს ზღუდავს. გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი. სახელმწიფო ღალატის მოხლის განსაზღვრა დაზუსტდეს, რათა ხელისუფლების კრიტიკა სისხლის ამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი არ გახდეს. გაუქმდეს დემონსტრაციებზე სახის დაფარვის სრული აკრძალვა და სხვა არაპროპორციული შეზღუდვები. ანგარიში კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით არის რეკომენდაციები, ცხადია ყველაფერს ერთად ვერ მოგახსენებთ და ვერ წაგიკითხავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების, პოლიტიკური აქტივობის მარეგულირებელი ჩარჩო კანონმდებლობა რა სახითაც ახლა ჩამოაყალიბეს, რომ სულთლიანად გადასახადდა გასაუქმებელია, ამაზეა საუბარი, როგორც ამ დასკვნაში, ასევე სხვათა შორის ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დღევანდელ რეზოლუციაშიც. ხალბატონ ეკა სწორედ ამაზე საუბრით მინდა საუბრის დაწყება ვთხოვო, იცი საზოგადოებამ, რომ არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში უპრეცედენტო, ზოგადად იშვიათად გამოყენებადი მექანიზმია ეს და რას მეტყველებს ქვეყანასთან და არსებული რეჟიმის სტატუსთან მიმართებაში. სამშვიდობის ბატონ გიორგი, მივესალმები მაყურებელს. ეს დასკვნა იმაზე უფრო სწრაფად მომზადდა, ვიდრე ველოდი და იმაზე უფრო ფართო შინაარსის და იმდენად ყველა სფეროში არსებულ უმძიმეს სურათს ასახავს, რომ ალბათ მოლოდინსაც გადააჭარბა. მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს მექანიზმი, რომელიც უკვე თავისთავად ამოქმედების თვალსაზრისით ნიშნავდა საგანგაშო სიგნალის ჩართვას. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი მექანიზმი. ის მხოლოდ უკიდურესი სიმწვავის ეტაპზე, როდესაც ადამიანის უფლებების სფეროში სისტემური დარღვევები ხდება. სისტემურს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინია. ეს ტერმინი ზომავს და განსაზღვრავს მასშტაბს, რა ფაზაშია ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ ფაზებს სამართლებრივად აქვს თავისი დატვირთვა. როდესაც ამბობენ, რომ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, მაგრამ მას აქვს ცალკეული ინდივიდუალური შემთხვევები, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ყვითელი ნიშანი გაჩვენო, ყვითელი ბარათი გაჩვენო. ეს რომელი ბარათი? ეს წითელი ბარათია. როდესაც მექანიზმს იყენებ, უკვე ნიშნავს, რომ საგანგაშო ვითარება, მოსკოვის მექანიზმის ჩართვა თავისთავად არის მანიშნებელი, რომ განგაშია. და შემდეგ ეს განგაში არის თუ არა იმ მასშტაბის და იმ საფრთხის, რის გამოც ის შეიქმნა, უკვე ამას კომისია თავისი დასკვნით ადასტურებს. ვინც წაიკითხავს ამ დასკვნას, ნახავს, რომ ყველა მოლოდინს ალბათ გაცდა, თუმცა აბსოლუტურ თანხმედრაშია იმასთან, რასაც ხალხი ამდენი ხანია ითხოვს. ყველაფრის გაუქმება, რაზე ჩვენ ვამბობდით, რომ ადამიანის უფლებებს ფუნდამენტურად არღვევს, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, უსამართლო ჟავრდებისგან დაცვა, ადამიანის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა, წამების აკრძალვა, ღირსების ხელშეუხებლობა, ეს ხო ყველა ფუნდამენტური უფლებებია, გამოხატვის, მედიის, ყველა არის ფუნდამენტური, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებები, ანუ საბაზისო უფლებები. ამას ეხება. შინაარსი, რითიც ივსება დემოკრატია. ეს არის ეს სიტყვა ხუცარიელი არ არის. სუსტად. როგორც ახლა ქალბატონი როცა საუბარი არის, რომ ევროპისკენ მივდივართ. და ამ დროს ძალიან კარგად გქონდათ ჩვენს ჟურნალისტებს ფორმულას მთავარ გამოშვებაში ნაჩვენები კონტრაქტი და ახსნილი დღეს ბატონი პაპუაშვილი ხსნიდა რაც ცუდია ევროპა და რომ საბჭოთა კავშირად გადაკეთება და საბჭოთა კავშირად იქცევა და ასე შემდეგ, ნუ ეს დემაგოგიის ხარიხი ცალკე შეფასებებს იმსახურებს, მაგრამ იქვე ჟურნალისტი სვავდა ძალიან ლოგიკურ კითხვას, რაც თუ საბჭოთა კავშირად იქცა ეს ევროკავშირი, მაშინ რატო ეუბნება მოსახლეობას, ქართული ოცნება და მათი ლიდერები, რომ ევროპისკენ მიყავართ. ანუ ისინი ცვლიან არა ტერმინებს, არამედ ამ ტერმინების შინაარსს და ამას ახვევენ თავს საზოგადოებას. ეს დღევანდელი დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა, თუნდაც ამ საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, რამდენად მნიშვნელოვანია? ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი მოქალაქე, ვინც იცის მისი
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები მინიმალურ დონეს. ან ერთხელ მაინც უბრალოდ გაუხსნია საქართველოს კონსტიტუცია და იცის, რომ აქვს სიცოცხლის უფლება, ღირსების დაცვის უფლება, თავისუფალი გადაადგილების უფლება, არჩევანის თავისუფლება. აქ რო წაიკითხავს ამ დასკვნას, ყველგან წერია, რომ ყველა უფლება დაირღვა. მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, აი სულ ყურს მჭრიდა ეს ფრაზა, სად არის გაყალბების მტკიცებულებები, სად არის და აქ არის ერთ-ერთი ეს მტკიცებულებები გვედო წინ, მაგრამ მამას ამის დანახვა არ უნდა და სხვა შორის ოგი მათ შორის აი ოცნების ოპონენტიც კი რამდენიმე ადამიანი ეთერიდან როცა ამბობდა არ იყო ეს მტკიცებულებები, ჩემთვის იყო გამოუგნებელი, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში თვითონ სისტემა რეპრესიულია, არჩევანის თავისუფლება არ აქვს, გაყალბების ეს მასშტაბები გაქვს, სასამართლო არ აქვს თავისუფალი, რომელიც ამ დავებს განიხილავს, ამ მტკიცებულებებზე თვალს ხუჭავს, რომელიც ადასტურებს გაყალბებას და შემდეგ ამბობ, რომ არ აქვს მტკიცებულებები, აი აქტებს ამ დასკვნაში, მათ შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმაციას უკვე აი პირდაპირ პასუხს სცემს და აი ეს კანონი რომელიც მოყვა შემდეგ აი ბოლო პერიოდის წარმოუდგენელს რაღაცა არანორმალურ საკანონმდებლო ინიციატივებს რომ კანონით ითხოვენ ლეგიტიმაციის დაკანონებას ანუ თუ არ მაღიარებ ამ დაგიჭერ ეს ალბათ იყო ერთ-ერთი მძიმე აკორდი მოსკოვის მექანიზმით მომუშავე შემადგენლობისთვის და აი როდესაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე წერს ხო ეს ერთ-ერთი მთავარი ღერძია, აი მთავარი არტერია ყველაფრის განსაზღვრავს სასამართლო თუ გაქვს თავისუფალი, არჩევნების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების მედიის და ასე შემდეგ, ყველაფერი, რასაც კი შეიძლება საფრთხე დაემუქროს, დააბალანსებს, გააწონასწორებს თუ სასამართლო მყარი გაქვს. ამიტომაც აი ამ დასკვნაშიც ძალიან ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი, იმიტომ რომ ყველა უფლება რომელიც ხელყოფილი იყო საბოლოო ჯამში ჩანს აი ამ დასკვნით, სხვა დასკვნებით, რეზოლუციით, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა არ არსებობს დაცვის მექანიზმი. სასამართლო არის ცენტრში თქვენ ეს არის მთავარი ამბავი. თქვენ ამაზე აკეთებთ ველოსდაუს მართლმსაჯულების იმიტომ რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, აი თავიც და ბოლოს გარანტი, რომ ადამიანი გადარჩეს მის უფლებებში დარჩეს. ამაში ეს არის მთავარი არბიტრი და გადამრჩენი. ვიყურებს და გულშემატკივრებს საქართველოს უკეთეს მომავალს არ შეგიძლია. და სხვა შორის ერთი ფრაზა აუცილებლად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ გუში პაპუაშვილს დიდხანს ვერ უსმენ, მაგრამ თქვა რომ გვითხრა, რომ ვინ უნდა გავათავისუფლოთ, რატომ არ გვეუბნებია და პერსონალური რეზოლუციების მიღება დაიწყო ევროპარლამენტმა. რაც არ ხდება ესე პერსონალური რეზოლუციების მიღება, ხა ვინც იცის სტრუქტურა, ხო როგორ მუშაობს ევროპული უწყებები, საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი. მზია ამაღლობელი პერსონალური სახელდებით მოითხოვეს, რომ გაათავისუფლეთ. ელენე ხოშტარია პერსონალური სახელდებით დაიწყო და სია აქვს ჩვენი პოლიტპატიმრების ევროპარლამენტს, სადაც ყველა პოლიტიკური ნიში დაპატიმრებული პირია და ამ სიის საფუძველზე ეს რეზოლუციები მიღებული და პაპუაშვილი დგას და ამბობს, რომ რატო არ გვეუბნებია მინ გავათავისუფლოთ? თქვენ გააქვთ გამოცდილება პირადად ბატონ ივანიშვილთან პერსონალური ურთიერთობის. ჩემი შეკითხვა უკავშირდება ერთ მნიშვნელოვანი გარემოების აღქმას ამ შემთხვევაში, რომ ჩვენს გავიაზროთ რა ფაზაშია ეს პროცესი. როგორ ფიქრობთ, კობახიძე და ეს გუნდი ახერხებს, რომ ივანიშვილს შეუქმნან ილუზია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები დამაზიანებელი არ არის მისთვის? ანუ რისი კითხვა მინდა იცით რომ ის რა ჩვენ პროპაგანდის მეშვეობით გვესმის და რომელსაც რაღაც თვალსაზრისით საფუძველს აძლევს მართლაც ევრობიუროკრატიის მოუქნელობა იმ გაგებით რომ დემოკრატიულ გაერთიანება სრულ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უნგრეთი ბლოკავს ამიტომ სიტყვიერი განაცხადი არ რეალიზდება საქმეში
გავიგეთ რომ ვიღაცას ვიზას აღარ აძლევენ, ვიღაცა შეიძლება ვეღარ ჩავიდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხალხი ძალაუფლების იმ მასშტაბს აკონცენტრირებს და იქიდან ისეთ წვენს ადენს ფინანსური შესაძლებლობების და გამდიდრების სახით, რომ ის შეიძლება დიდად ამ ეტაპზე არ ადარდებს სიტყვაზე. ახლა რაც დაიდო, აი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ეს დასკვნა. ამ ხრივ სრულიად სხვა რეალობას ხსნის მომავალში, მათ შორის სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირებების თვალსაზრისით. აი ბატონ ივანიშვილს თუ ვინმე შემორჩა სიმართლის მთქმელი, მოკეთე, კეთილის მსურველი, ან თქვენ რომ გქონდეთ ახლა შესაძლებლობა, რას ეტყოდით უკვე ამ ფაზაზე, ამ მოსკოვის მექანიზმის დასკვნიდან გამომდინარე? მე იმაზე კარგად არაფერს და ვერაფერს ვეტყოდი, ვიდრე ამ დასკვნაში წერია, უბრალოდ ვეტყოდი, რომ ეს დასკვნა წაიკითხოს მან, კი არ მოუთხროს ვინმემ. წაიკითხა და შეიძლება ფარატინა ფურცელია სხვა რეზოლუციები. 2019 წლამდე, ვიდრე მე მას ვესაუბრებოდი და ვესაუბრებოდი პირადად და ხშირად, მე არ მქონდა ეს შეგრძნება, რომ მას არ ესმოდა საფრთხეები და პირიქით სულ ამბობდი, რომ მას ჰქონდა საფრთხის პრაგმატული აღქმის უნარი, აი ეს რეფლექსები, ხედავდა სად იყო რეალური საფრთხე და შეეძლო მანევრირება. ამას ვხედავდი და ხშირად მithქვამს, რომ მე მიკვირდა კიდეც ასეთი მოქნილობა, როგორიც მას გააჩნდა. სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით, რაც მე მაგალითად ნაკლებად მქონია და მაქვს პირადად. შემდგომ უკვე როდესაც მე დავტოვე ეს გუნდი, შემიძლია წარმოვიდგინო ვითარება როგორია, მაგრამ არ ვიცი მისი ეს რეფლექსები თუ აღქმის უნარი, რომელთაც გრძნობდა საფრთხეებს და უკან იხებდა, ან ცდილობდა მანევრირებას, რომ სიტუაცია გამოესწორებინა, არ ვიცი ახლა ეს უნარები გაძლიერებულია თუ შესუსტებულია. გარედან როგორც ამას ვხედავ, შესუსტებულია და იმიტომაც რომ აი თუნდაც იმის მთქმელი რომ ეს საფრთხეა და არ შეიძლება, როგორადაც მაგალითად მე შემეძლო მისთვის ეს მეთქვა, ან შეიძლება კიდევ ვინმეს ასე ღია და პირადად მისთვის. აი უყურეთ, ვაშინგტონის საფრთხის განცდა ყოველთვის იმიტომ ქონდა და აქვს, რომ იქამდეც კი სანამ რა ქვია, ვენესუელას დედაქალაქიდან კაცს საკუთარი საზნებლიდან მოიტაცებდნენ, ან ბომბები გადაუვლიდნენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს ირანს. ეს შეგრძნებები მას ქონდა და იქით ყური ყოველთვის ქონდა, მაგრამ ევროპას ისე უყურებდა აგდებულად. ეჩვი მაკრო დღემდეც ასე არის, იმიტომ რომ ამდენს ვერც გერმანიის წელს გაუბედავდნენ და ზოგადად ევროპასთან დამოკიდებულებაშიც ასეთი თამამები და გაბედულები ვერ იქნებოდნენ. აი, ახლა ეს მოსკოვის მექანიზმი რა არის ამ ხრივ ისეთი საშიში, რომ უნდა დაფიქრდეს. დემოკრატიული ღირებულებების გამო კი არა, იმის გამო კი არა, რომ შენი ქვეყანა თუ გიყვარს ეს არც უნდა დაუშვა. იმიტომ ეს ხო რეპუტაციული ზიანია ქვეყნისთვის, შეხა პიროვნებებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ არაფერი გვითქვავს თავად ქვეყანას როგორ აზიანებს ეს ყველაფერი, მაგრამ პირადად მას რას ეტყოდით, რატოა აი ეს მექანიზმი სიახლე და მისთვის შესაფუთებლად დასკვნების გამოსატანად მნიშვნელოვანი. გონია რომ მას უნდა ესმოდეს, რომ მისგან დამოუკიდებლად ქართული ოცნების შეფასება არ და ვერ ხდება. ის რაც ეხება ამ მმართველობის პერიოდს და ეს აბრალდებო დასკვა მართლაც და ეს უმძიმესი შეფასება აბსოლუტურად იდენტიფიცირებული იქნება მასთან. ის ამას ვერ გაემიჯნება. ადამიანს, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია, რომ გააოცებდა ევროპას დემოკრატიით და დღეს აოცებს და გამაოგნებელ სვლებს აკეთებს, უკუსვლებს, როგორია რუსული გავლენები საქართველოში და არადემოკრატიული პროცესები, რაზეც ხმამაღლა ელაპარაკებიან, ეს მისთვის არ შეიძლება იყოს სიმშვიდის და რაღაცა მერე რა მოხდა ასე თქმის საფუძველი. ეს ესე ვთქვათ იდენტობა, რომელიც მას აქვს ქართულ ოცნებასთან, რაც გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ, როცა დაასანქცირეს TV იმედის და პოსტივის ამბავმა, ხო გამოიყვანა ის იმ უჩინარი მდგომარეობიდან და პოლიცსაბჭოს ფორმატში დაჯდა. მისი გამოჩენა ხო ნიშანი იყო, რომ მე აქ ვარ და ეს გუნდი არ იშლება, ხო რაღაცა სიმაგრის, სიმყარის,
აი ამის მაჩვენებელი იყო მისი გამოჩენა. ეს იმას ნიშნავს. ამავე დროს კრიზისულობის, ანუ კრიზისის შეფასების, როგორც წესი, ამ დროს გამოდის ჭრილი. ხო, ის ხო ესეთი გადანახული რაღაცა მექანიზმია, რომელსაც მაშინ იყენებს ქართული ოცნება ძალიან რო უჭირთ ხოლმე, ხო, არჩევნების წინ, არჩევნების დღეს და ეხლაც ეგ მომენტი იყო, რომ ხო, ჩაულებრივი ამბავი არ არის. ბრიტანეთი რო ასანქცირებს ორ ტელევიზიას სამთავრობო პროპაგანდისტულ არხსთან რა იარლიყით. ამიტომ ის რომ ამ საფრთხეს ვერ გრძნობს, ვერ წარმომიდგენია ხა ამ დასკვნას შეიძლება არ კითხულობს, რომ წაიკითხავდეს თავად უფრო კარგად გაიგებდა სამ საფრთხის მასშტაბს. თუ ამას კობახიძე უკითხავს და თეზისებს აწუდის და ეს უხაზავს, არ ვიცი ხა იქიდან რა რჩება რეალური ინფორმაცია, ფაქტია რომ აქვს პრობლემა ამ რეალური ინფორმაციის აღქმის, იმდენი იცის ძალიან კარგად ხა ამ დროში რომ ევროპარლამენტი ან EUTOS მექანიზმი, როდესაც ასე დასკვნას დევს, ეს არ არის მხოლოდ ევროპული რაღაცა, როგორც პაპუაშვილი ამბობს, რაღაცა საბჭოური გადმონაშთის გამოძახილი. ძალიან კარგად იცის EUTOS ალბათ ფორმატში ამერიკული დელეგაციის როლი გავლენა და რამდენად ძლიერია მათი მონაწილეობა ამ პროცესში. აი, ვინმე ეტყვის მას, ან შეგვიძლია კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეს დასკვნა იძლევა უკვე პირდაპირ შესაძლებლობას გარკვეული გაგებით ირიბი მოწოდებაც კი არის. საერთაშორისო სახელმწიფოებმა, ანუ ქვეყნის შიგნიდან რომ ვიღაცა სამართლებრივ დავას აწარმოებს და თქვენი ოფისიც ამ ხრივ გერმაზარ საქმეს აკეთებს და სტრასბურგის სასამართლო და იწელება ეს წლების განმავლობაში და იქა ძალიან რთულია რაღაცა ტიპის შედეგების მიღწევა, ხო? ამ ხრივ რაღაცა ტიპის იმედგაცრუებები არსებობს ქართულ საზოგადოებაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროის თვალსაზრისით ამ დროის, მაგრამ ეს რო სრულიად სხვა რაღაცა არის. აქ რომ სხვა სუბიექტები ჩნდება რომელთაც შეუძლიათ მიმართება. ეს ვინმესგან ამის განმარტებები მისთვის დარწმუნებული ვარ რომ კი ჯერცეთ ღია წყაროები ეხა ამ რაღაცა თანამედროვე სამ ტექნოლოგიების პირობებში მართლა ყობახიძე ხო არ გჭირდება რომ ყურთან და მდინარაძე ყურთან გიჩურჩულოს რამე ხო იმდენად ხელმისაწვდომია მისთვის ყველა ინფორმაცია მისთვის კი ამარა ის შეიძლება კეტავდეს. აი მე გეტყვით ჩემი საკუთარი გამოცდილებებიდან დაახლოებით გარკვეული ტიპაჟების ადამიანები მაგ ეტაპზე როცა მთლიანად იკეტებიან საინფორმაციო ფსიქოემოციური თვალსაზრისითაც და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ან წყაროს მეშვეობით არჩევენ არხებს ინფორმაციის მიღების არხებს მოხდულობაში ხო ალბათობა იმისა რომ ის ამ თვალსაზრისით მართლაც მაქსიმალურად თვით იზოლირებული იყოს და ადამიანები ზოგიერთ ხელს უწყობდეს ამას დიდია აქ უბრალოდ მართლა მისდამი კეთილგანწყობილი ადამიანების როლი იზრდება რომ აუხსნან რომ ეს არის უკვე ის რომელიც ამ პროცედურების აღზრდის შემთხვევაში უკვე რეალურ საფრთხეებს აჩენს იმ დანაშაულებში მხილებულ ადამიანებთან მიმართება შედეგის დაგდგომის კუთხით. გიორგი, ყველაფერი ხო ერთმანეთს სასამართლოები არ არის შემთხვევით ნახსენები. რა თქმა უნდა, არაფერი შემთხვევითი არ არის, რაც დასკვნაში წერია, მათ შორის ის დიდი რესურსი საერთაშორისო სასამართლოების და ჩამონათვალი, რომელიც როგორც დამოკლეს მახვილი, ისე დაეკიდა უკვე მომავლის პერსპექტივის თვალსაზრისით ამ დასკვნას, როგორც გაგრძელება. მან ხო ძალიან კარგად იცის, რომ აწმყოში არც ერთი ლიდერი არ სამართლდება. დღეს ვისაც ის ასამართლებს ამ პოლიტიკური სასამართლოს მექანიზმის გამოყენებით, ის ხალხის წარსულში იყვნენ ლიდერები და როდესაც ისიც დარჩება წარსულში შეუძლებელი არ ფიქრობდეს რომ მომავალში ეს პერსპექტივა რომელიც არ არ უყურებს გალბატონი ხო მეგონია რომ ისე უყურებს რომ სანამ არ იმიტომ ვერ უყურებს ამ ხელისუფლებას უყურებს ჯავშანს ესია გეთახმები გიორგი მაგრამ აი დაახლოებით რომ წარმოიდგინო ეხა თუ ჩვენ შევხედავთ რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ადამიანი რომელიც თავდაღმართში აი რაღაცა სიჩქარით რომ წარმოიდგინო მიექანები თავდაღმართში ხედავ რა საფრთხეები შეიძლება იყოს მარცხნიდან მარჯვნიდან მაგრამ ლავირების საშუალება ანუ მოქმედების რაღაცა შესაძლებლობა შეზღუდული გაქვს იმიტომ რომ თავდაღმართში ხარ გარბი ხარ და გარბი ხარ ან რაღაცა ინერციით მიდიხარ და იცი რომ შეიძლება რაღაცას მიენარცხო მაგრამ აი ამ მომენტში ალბათ ფიქრობს მხოლოდ იმაზე რომ ეხლა უნდა გადავრჩე
ეხლა აი ამ წამს ყველაფრის ხარჯზე. ამ დასკვნის გააზრების შესაძლებლობა, რომ ეხლა არ აქვს არც მას და არც მის გარემოცვას, ეს ჩანს, იქიდანაც ჩანს, ეს ჩანს აი მაგალითად. Სիմპტომი რა არის იმის, რომ ამის გააზრება ვერ ხდება. მე უბრალოდ სხვა საფრთხეებზე მიუთითებდი, რაც მას პერსონალურად ეხება, იმედია თუ პოზიტივია თუ სხვა რამე, იმიტომ რომ საბოლოოდ ეს მაინც კონვერტირდება მის მიმართ საფრთხეებში. აი, რატომ რო არ აქვს რითი ჩანს? მზია ამაღლობელი საქმე, რომ უზენაესმა სასამართლომ განსახილველადაც არ მიიღო. ნიშანია, რომ შეგრძნება, ანუ სენსორები სიფრთხილის და რომ უნდა გაჩერდე, ამისი არ მუშაობს. ის რომ აპელაციაში ამდენი ხანი ეს პოლიტიკური სასამართლოები მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში, სადაც მეორე წელი დაიწყო და ჯერ კიდევ მოსამართლემ ვერ იღებს გადაწყვეტილებას ამ ადამიანების გათავისუფლების. სხვა შორის იყო ამის გარკვეული შესაძლებლობები ახლა, რომ ეუთო საპარლამენტო დელეგაცია რო იყო ხა ჩამოსული, მათ თქვენს ღიათ, რომ 50% მაინც ვისაც აქვს მოხდილი მათთან ისინი მაინც გათავისუფლე. აი ჩიკვაიძე პაპიაშვილის საქმე გასო ეტლით ადამიანი მოყავთ სასამართლო პროცესზე, სასამართლო ამბობს, რომ ძალაში დარჩეს, არ გინდა არაფერი შეცვალო. რომელი საქმეებიც დასრულდა ეხა უკანონო პატიმრების და რომელიც მიმდინარეობს, ანუ ეს რას აჩვენებს? იმპულსი იმისი, რომ მიხვდე, რომ უნდა გაჩერდე, არ მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ თავდაღმართში მიდიან ინერცი და ვერ ჩერდებიან. ეს სადღაც გაჩერდება და თავად როდესაც უკვე აი ფიზიკური შეხების დონეზე იგრძნობს, რომ ეს ის საფრთხეა, სადაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იქ ყველა გაიწირება, ვინც ახლა მის ირგვლივ არის და რაღაც გადაწყვეტილებას ბოლოს უკვე მიიღებს. როგორც ამას აკეთებდა გახსოვთ, აი კრიზისი რო იგრძნო, პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების თემა რო შემოიტანა, გადალახა კრიზისი უკან წაიღო. მესმის რას სამო, თქვენ რომ დახსენეთ ახლა მე რომ მახსენდება ტერმინი რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საფუძველი შეიძლება გაჩნდეს, ხო, ჯერჯერობით ფიზიკური შეხების ნაწილზე, თუმცა მე დააზუსტეთ ამ შემთხვევაში მაგალითით რაც მოიყვანეთ. ხო, ეს ფიზიკური შეხება ვიგულისხმობს პერსონალურად შეიქმნას პრობლემები, ეს იგულისხმება. ჩემი ბოლო კითხვა ზუსტად უკავშირდება რას? როდესაც შეერთებულმა შტატებმა ის დაასანქცირა, ანუ პერსონალურად დაასანქცირა, მან იგრძნო დისკომფორტი, თუმცა შტატებმა ისე მიიღო ეს სანქცია, რომ მას დაუტოვა ლავირების შესაძლებლობა, რომელსაც როგორც ჩანს ის თავად ამერიკელებისთვის ძალიან არაადეკვატურად იყენებს. ანუ რაღაც ზეწოლის მექანიზმად უფრო მიაჩნია, ვიდრე პირიქით, რომ რაღაცა გეზი უნდა შეეცვალა და საერთაშორისო სამართლებრივი იქნება თუ დემოკრატიული ნორმების და წესების თამაშის ფარგლებში დაბრუნებულიყო. ეს ეუთოს დღევანდელი მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა. რა შემდეგი ნაბიჯები შეიძლება მოყვეს მას გამომდინარე მისივე შინაარსიდან და მექანიზმიდან ისეთი, რომ ის მიხვდეს, რომ ეს პერსონალურად ეხება მას და რომ სანამ არის დრო და შეუძლია, რას თქვენ თქვით, რომ იმ მომენტში მიიღებს გადაწყვეტილებას და ყველას გაწირავსო, ყველას გაწირვა შეიძლება არ დაჭირდეს, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლებიც ჯერ ციხეში ანუ ორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს. მე პირველი რასაც მას ურჩევდი და ვეტყოდი, როგორც ამას ვეუბნებოდი მაშინ, როდესაც პირადად ვეუბნებოდი, რა უნდა გაეკეთებინა, მაგალითად სასამართლოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენი დავა და კონფლიქტი ყოველთვის სასამართლოს თემაზე იყო. ორ რამეს ვეტყოდი და ორი რამის გადაწყვეტა მას მაინც მე მგონია რომ მოუწევს რაღაც ეტაპზე. ეს პოლიტიკური პატიმრები, ძევლები, რომელიც ყავს, უნდა გაათავისუფლოს. ეს არის პირველი ნაბიჯი და აი ეს იქნება სიგნალი, რომ ის იწყებს აი იმ სივრცის გამოყენებას, რასაც უტოვებენ ამ დრომდე. ასე იგი. და მეორე, არჩევნები დანიშნოს. მას მოუწევს ამ ორი რამის გაკეთება მაინც. რა ეტაპზე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მნიშვნელოვანი. რამდენად დიდი იქნება ამ ყველაფრის ფასი, რომ მაინც მოუწევს ამის გაკეთება. ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშნა.